YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვილზე და ქსოვილთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეო. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგი-ეპიზოდს. იქიდან გამომდინარე, რომ არ მაქვს ბევრი ნაწყვეტი გადაღებული, უმეტესწილად ეს ყველაფერი იქნება ეპიზოდის ხასიათის მატარებელი, თუმცა პატარა ჩანართებს გავაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ ამ პატარა ჩანართებში შევეხე ისეთ თემებს, რომელიც არ მინდა თავიდან გადავიღო. ყველაფერთან ერთად ვიღებ აივანზე და იმედი მაქვს, რომ გარე ხმაურს მონტაჟის დროს ცოტა რედაქტირებაში მოვახვედრებ, რადგან სახლში უკვე ძალიან ცხელა, ჯერ კონდიციონერის ჩართვის ამინდი თითქოს არ არის, მაგრამ უჰაერობა მაინც იგრძნობა. გადავწყვიტე, რომ ერთი დასვენების დღე მაქვს და არ მინდა გამოვიკეტო 4 კედელში და მინდა რომ ესე სასიამოვნო სიმწვანეში გაგიზიაროთ ყველაფერი ის, რაზეც მუშაობდი მთელი ეს პერიოდი და რაც ხდებოდა ჩემს ყოველდღიურობაში იმ პერიოდში, რაც არ გამოდიოდა ვიდეოები. პლუს ამას, რა თქმა უნდა, ყველგან მაქვს ბეწვი და გასაკვირი არ არის ფისოსგან და პლუს რასაც გვსოვ იქიდან. მოკლედ, მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის შემდეგი თემები, რაც ეხება ჩემს წინა ვიდეოში უკვე გაჟღერებულ საკითხებს. ეს არის ნარკოზის მერე ჩემი შეგრძნებები და ამის შესახებ პატარა ნაწყვეტს ჩავრთავ, სადაც უკვე ვისაუბრე და ხელახლა აღარ განმეორდები. და პლუს ამას ასევე თუ სწორად მახსოვს ვახსენე ბინის ამბავი და მინდა რომ აი ამ თემას შევეხო ცოტა ღრმად, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ალბათ თვე ნახევარი ვიყავი ამ პროცესით დაკავებული და მინდა რომ გაგიზიაროთ მოკლედ რა ხდებოდა. ანუ დედა ჩემი, როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით, არის ემიგრაციაში და ჰქონდა შეძენილი ბინა საბურთალოზე, რომელიც იხადა 5 წლის განმავლობაში და ჰქონდა დარჩენილი 10 წელი იპოთეკური სესხი. და ბოლოს გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცის გაკეთება, იმიტომ რომ დარჩენილი ჰქონდა ძალიან პატარა თანხა გადასახდელი, რადგან ბინა თავიდან იყო ნაყიდი შიდა განმადებით კომპანიაში და საკმაოდ პატარა თანხით გადავედით ისედაც ბანკში. ზუსტი ციფრებით რომ ვისაუბრო, $27,500 გადავედით ბანკში 2020 წელს და მას მერე აქტიურად იხდიდა ბანკის ღირებულებას, თუმცა დოლარის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, რადგან 2020-ში 3.15-ზე იყო დოლარის კურსი, ლარში კალკულაციის შემდეგ დღესდღეობით გადასახდელი, ანუ იპოთეკური სესხის ჩახურა 5 წლიანი გადახდების შემდეგ $28,400 მოგვიწია, ანუ იმაზე მეტი, ვიდრე იპოთეკური სესხით გადავედით ბანკში. ალბათ ბევრი თქვენგანი იგივე სიტუაციაშია იქიდან გამომდინარე, ვისაც ბანკით აქვს ბინა შეძენილი დაახლოებით ამ პერიოდში, იმიტომ რომ იპოთეკური სესხი მიბმულია დოლარის კურსს და დოლარის კურსმა დაიწია 2020 წელთან შედარებით და აღმოჩნდით აი ესეთ სიტუაციაში. მოკლედ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ცვლილება ესე გამოიყურება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეყიდა ეს ბინა ერთიანი დაფარვით, ჩაგვეხურა იპოთეკური სესხი ბანკში, ხოლო დარჩენილი ღირებულებით გვეყიდა სხვა ბინა. თავიდან განვიხილავდით ერთ ბინას, რომელსაც ერთიანი შეძენით ვიყიდით და არ იქნებოდა ბანკი საერთოდ, თუმცა მერე გამიჩნდა ესეთი ბევრად უფრო საინტერესო აზრი და აი ამ აზრის გაზიარება მინდა თქვენთვის, რომ თუ გაქვთ იგივე მონაცემები, ანუ იგივე მდგომარეობაში იმყოფებით ახლა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სიტუაცია და აი ესეთი ვარიანტი გამოიყენოთ. იქიდან გამომდინარე, რომ დედას ისევ 10 წელი ჰქონდა დარჩენილი იპოთეკური სესხის სახდელი და ბინა, რომელიც შევიძინეთ, ანუ დავიანგარიშეთ, რომ მაშინ, როდესაც შევიძინეთ და პლუს იმ ხარჯებით, რაც ბანკმა წაიღო, დაგვიჯდა $62,000-$63,000. გაყიდვით გაიყიდა 112,000-ად. 112,000-დან 28,400-28,500 წაიღო ბანკმა, ხოლო დანარჩენი რაც დარჩა, გადავანაწილეთ შემდეგნაირად. ვიყიდეთ ერთიანი გადახდით ბინა 30 კვადრატი $58,000-ად.
რომელიც არის უკვე გაქირავებული და შემოაქვს ყოველთვიური თანხა ოჯახის ბიუჯეტში და დარჩენილი თანხა გამოვიყენეთ წინასწარ შენატანად და ვიყიდეთ მეორე ბინა უკვე საცხოვრებელი, სადაც ოჯახი, ანუ ჩემი მშობლების ოჯახი გადავიდნენ და იპოთეკური შესახით 10 წლის ვადით. ამან მოგვცა ის, რომ 10 წლის ვადით ბინაში გადასახდელი ღირებულება იპოთეკური შესახით რაც არის, პლუს ქირა, რომელსაც მეორე ბინა აკომპენსირებს, ანუ ქირით აკომპენსირებს და თვიური შენატანი ბინის ღირებულებაში გაგვეზარდა 300 ლარით. იმასთან შედარებით, რაც ბინის გაყიდვამდე იყო სახდელი. და 300 ლარით გაზრდილი თვიური გადასახადი 10 წლის ვადაზე და სამაგიეროდ ერთი ბინა, რომელიც არ არის ბანკით დატვირთული და შემოაქვს ქირა და მეორე ბინა, რომელიც 10 წლიანი იპოთეკით არის დატვირთული და თვიური სახდელი, რომელიც მხოლოდ 300 ლარით არის გაზრდილი. როგორც კი მოხდება მეორე ბინის გამოსყიდვა, შედეგი გვექნება ის, რომ გვაქვს უკვე ორი ბინა, რომელსაც ბანკთან არანაირი კონტაქტი არ აქვს და ერთ-ერთი მათგანი არის ოჯახისთვის შემოსავლის წყარო. ესეთი მეთოდი, თუ თქვენ თვითონაც ხართ იპოთეკაში ამ ეტაპზე და გაქვთ დარჩენილი ვადით ძალიან დიდი პერიოდი და ღირებულებით ძალიან ცოტა, შეგიძლიათ გაყიდოთ ესეთი ბინა და შეიძინოთ ახალი იპოთეკური შესახით საცხოვრებელი ბინა და ერთი პატარა ბინა, რომელიც იქნება გაქირავებული. მოკლედ, ესეთი ხრიკები შემიძლია შემოგთავაზოთ იმისთვის, რომ ამ ცხოვრებას ფინანსური კუთხით ცოტათი მაინც დავეწიოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ბინის ღირებულებები ყოველწლიურად მატულობს, თანხა უფასურდება და შანსი იმისა, რომ მოვაგროვებთ და ერთიანი გადახდით ვიყიდით, ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. ყოველწლიურად 10-15%-ით უფასურდება ჩვენი ვალუტა და 15-20%-ით მატულობს ბინის ღირებულება. რეალურად გამოდის, რომ ყოველწლიურად 35%-ით შორდებით, 30-35%-ით შორდებით ჩვენს მიზანს უძრავი ქონების შეძენის სახით. ასე რომ ესეთი საქმეებით ვიყავით დაკავებული ეს პერიოდი, როგორც ვხვდებით, ანუ ერთი ბინა უნდა გამეყიდა, მომეძებნა დაინტერესებული შემძენი, მეჩვენებინა, ბანკით პროცედურა ჩამეხურა, რომ იპოთეკა დაგვეხურა და გადამეფორმებინა, რაც რაღაც დროში იწელება ხოლმე, მომეძებნა ბინა, რომელიც იქნებოდა ერთიანი გადახდით და პლუს ამას პატარა ღირებულების, რაც ასევე დროს მოითხოვს და მერე მეორე ბინა საცხოვრებელი და უკვე იპოთეკით დასატვირთი. ამ შემთხვევაში პატარა პრობლემას წავაწყდით იმას, რომ ბანკმა მოგთხოვა 33%-იანი თანამონაწილეობა და ჩვენ შემთხვევაში ხელზე გვქონდა მხოლოდ 25% და დანარჩენი თანხის სასწრაფო ტემპში მობილიზება მომიწია და საბოლოო ჯამში გავედი ბოლოში 20 მაისს დავცალეთ ერთი ბინა და გადავედით მეორეში და ახლა უკვე მაქვს თავისუფალი დრო, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ თვენახევარი მოვუნდი ამ ყველაფერს. პლუს ამას 22-ში იყო ჩამოსული დედა და 29-ში უნდა წასულიყო უკან, მაგრამ 29-ში ვერ მოახერხა წასვლა და გადავცვალეთ ბილეთები 5 ივნისზე და 5 ივნისამდე დედა იყო საქართველოში, შესაბამისად ერთად ვატარებდით დროს. ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე დღეს ვცდილობდი რომ მენახე, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი სამსახურთან შეთავსებითაც მომიწია ამ ყველაფრის კეთება. ხო და 29-ის ნაცვლად 5 ივნისს წავიდა, დღეს უკვე არის 8 ივნისი და უკვე გასაგებიც არის, რატო არ გამოდიოდა მთელი ეს პერიოდი ახალი ვიდეოები. დიდად რო გითხრათ, რომ ქსოვისთვის მეცალათქო ძალიან მოვიტყუები, თითქმის არაფერი არ მიქსოვია. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი გონებრივი ენერგია მიმდიოდა ამ ყველაფრის კეთებაზე და ეს ყველაფერი, ანუ ჩემი დასაორგანიზებელი იყო, ცოტა წავიტრაბახებ კიდევაც და დროის კუთხითაც, ანუ გარდა იმისა, რომ დიდი ენერგია მიქონდა ძალიან დიდი დრო და დღის ბოლოს უკვე იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ფიზიკურად აღარ შემეძლო არაფრის კეთება. პარალელურად წინა ვიდეოში გითხარით, რომ ოპერაცია გავიკეთე თქო და
მოკლედ, ესე ჩაიარა ჩემმა რეალურად აპრილმა და მაისმა და შესაბამისად ბევრი არაფერი ვიდეო არ გამომიქვეყნებინა, იქიდან გამომდინარე, რომ არც არაფერი მქონდა რა მეჩვენებინა უშუალოდ ქსოვასთან დაკავშირებული. თუმცა დღესდღეობით არის უკვე როგორც გითხარით 8 ივნისი და 8 ივნისის მდგომარეობით მაქვს დასრულებული ნივთი ახალი დაწყებული პროექტი 2 და 2 საკმაოდ ისეთი კარგი განვითარება. რაზეც ნელა-ნელა გაგიზიარებთ. ჯერ გაგიზიარებთ 2 ვიდეოს, რომელიც მქონდა მანამდე გადაღებული 2 თუ 3 ვიდეოა. მოკლედ, ყველა ნაწყვეტს, რაც მაქვს ამ ეტაპზე გადაღებული, დაგიბრუნდებით და ბოლოსში შევაჯამოთ მთელი ჩემი პროგრესი, რაზეც ვიმუშავე ქსოვის კუთხით და რა შედეგამდე მივედი. ასე რომ არ გადართოთ სხვა ვიდეოზე, დარჩით ჩემთან, უყურეთ ამ ნაწყვეტებს და ბოლოსში შევაჯამოთ რა პროგრესი მაქვს და რითი შემიძლია გავაგრძელო ტრაბახი თქვენთან კადრში. ასე რომ უყურეთ ყველა ნაწყვეტს და პატარა განვითარებას გაგიზიარებთ, რომელიც საერთოდ არ არის პატარა. მოკლედ ამ კარდიგანს აქტიურად ვუქსოვ და აი აქამდე არის ორთქლში გატარებული, მერე გადავაბი ახალი ძაფი ცოტა ქვემოთ, ანუ აი ეს მონაკვეთი არ არის ორთქლში გატარებული, დანარჩენი ზემოთ მთლიანად არის. სიგრძე უკვე იმხელაა, რომ ცოტა კიდე ალბათ ერთი აი ესე 2 ნაწნავი და შეიძლება უკვე რეზინის მოქცევა და შეიძლება ის 2 ნაწნავიც არ გავაკეთო. ჯერ ორთქლში გავატარებ სრულად სიგრძეს. მოკლედ ძალიან ისეთი კარგი ზომა გამოდის. ძაფი ჯერ კიდე ესეთი გორგალია დარჩენილი, წესით უნდა მეყოს რეზინის მოსაქსოვად. შეიძლება გავაკეთო ისე, რომ აქ ერთი გადატრიალება უწევს ახლა და მეორე გადატრიალების მერე ეგრევე რეზინი დავიწყო. ვნახოთ. მინდა რომ აი ამ გორგალში ჩაეტიოს მთლიანად სიგრძე, რადგან ამის მერე უკვე აი აქ მაქვს რაც არის დარჩენილი, ესე რომ ვთქვათ, ამ ძაფისგან. ეს დიდი ალბათობით წავა მკლავზე. ამითი მქონდა მოქსოვილი ერთი ცალი მკლავი და ზუსტად ესეთივე გორგალი არის აი აქ. აი გადაბმა, აი ეს მონაკვეთი და პლუს აი ეს. რჩება ესე იგი საყელო. ეს იყო საყელოს დეტალი და ამითივე მოვხსოვ საყელოს. ეს იყო მხარი, თუმცა ამ შემთხვევაში იქნება პლანკა. არ ამგონია ორივე პლანკას ეყოს, მაგრამ ერთს უეჭველი ეყოფა და მეორესე ცოტას და ბაბინაზე რჩება ძაფი. წესით და რიგით სიგრძე მკლავის არ უნდა იყოს პატარა, მით უმეტეს რომ აქ მოკლებები მაქვს გასაკეთებელი, რომლითაც დავავიწროვებ. მოკლედ მე ყველანაირად ვეცდები, რომ გამივიღო სრული სიგრძის მკლავი. თუ არ გამოვიდა, არ არის პრობლემა, რაც გამოვა, იმას დავიტოვებ. ესე გამოიყურება ამ ეტაპზე ჩემი სახელოსნო ოთახი, ცოტა შემსუბუქებულია. ეს არის სინტიპონი, რომელიც პროსტა არ ვიცი საწავიღო და ვფიქრობ, რომ გამოვიწეროთ ემოდან რაღაც სარეცხის კალათები რო არის, 2 ცალი ლამაზი, იმაში ჩავდო ესეთი დიდი შავი წერტილი არ იყოს ოთახში. მოკლედ, ეს სავარძელი ისევ დაბრუნდა ამ ოთახში და ვფიქრობ, რომ სხვა სავარძელი შევიძინო მისაღები ოთახისთვის. სამუშაო მაგიდა ცარიელია და შეცვლა მსურს, დღეს უნდა წავსულიყავი საბას სავაჭრო ცენტრში დიდუბეში და ამერჩია მაგიდა, მაგრამ მივხვდი რომ უბრალოდ სეირნობა მინდოდა და მე და დათო ვიყავით გასულები, ვისეირნეთ, ბოულინგი ვითამაშეთ, მოვუგე 3 ტური, ასე რომ კარგ განწყობაზე დავბრუნდი უკან. ეს მეორე განვითარება. მოკლედ ერთი წამით ორთქლის უთო აღარ ირთვება რატომღაც და აღარ უშვებს ორთქლს და ამიტომ ერთი რიგი დარჩა ორთქლის გარეშე. შიგნია ესე იგი დაცლილი ბაბინა და მეორე მოქვს უკვე დაწყებული. ყაიზნაღიც და ყველაფერი შიგნი ესე ერთად დევს.
ძალიან მარტივი საქსოვია ეს ბაბინა, როდესაც არის აი ამაზე ჩამოცმული. რადგან მოკლედ ამას რო ქაჩავ, ძალიან მარტივად იქსოვება ესე. ხო და ვფიქრობ, ხოლმე სამსახურში ესევე წავიღებ. და მოკლედ აი ესე გამოიყურება ჩანთა. მივხვდი რომ პირველი მოდელი რაც მოგხსოვე, ეს ზუსტად იმეორებს შავ მოდელს. პირველი მოდელი რაც მოგხსოვე, ძირზე 3 კი არა, 4 ყვავილია. ის გამოც უფრო განიერი, ანუ 12 ყვავილია, გარშემოწერილობა და აქ 10-ია. არა უშავს იქნება ესეთი მინი ვერსია და იქნება ორი ზომა, ესე იგი small-ი და medium-ი. ან პატარა და დიდი უბრალოდ. აქ არის პროცესები, რომლებიც საჭიროებს უბრალოდ რეცხვას ყველა არის დასრულებული, ჭირდებათ გარეცხვა მხოლოდ. ეს არის კომბინეზონი, რომელიც თავის დროზე პატარა ტოტი მოვარღვიე, რადგან შეკვეთილი მქონდა ცისფერი კომბინეზონი, რომლისთვისაც ზაფირაც გამოვიყენე, დამაკლდა ძალიან ცოტა და საბოლოო ჯამში გაიქვა, რომ ის ცოტაც არ დამჭირდა და ტყუილა მოვარღვიე ამას ტოტი, მაგრამ ეხლა უკვე მოგხსოვას არ ვაპირებ. ვფიქრობ, აი აქ მოვარღვიო, ჩავხსნა ამ ადგილამდე და იქნება უბრალოდ ჟილეტი და არა შორტი კომბინეზონი. ასე რომ აქ არის ნივთები, რომლებიც საჭიროებენ რეცხვას და დასრულებას, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ბოლო შტრიხები, ანუ მორღვევაა საჭირო, მერე თვლების გადახურვა და თან აქ არ მაქვს რამე განსაკუთრებული დამუშავება, შესაბამისად უბრალოდ ყაის ნახეთ, რომ გადავხურო როგორც აი აქ, შვენივრად იქნება. ესეც აქ ძალიან შემსუბუქებულია და მაქვს ესეთი ჯუტის ძაფით დაწყებული კალათა, ხალიჩა, რომელიც საჭიროებს დასრულებას. აქ არის ჩემი ბაბინის ძაფები და რიგრიგობით ვაცარიელებ აი ამებს. ბოლო პერიოდში უკვე ორი აი ესეთი კონუსი გავაცარიელე და ნელა-ნელა მცირდება რაოდენობები. შემდეგი ვფიქრობ, რომ აი ეს კონუსი იქნება. აქეთ არის დანარჩენი ძაფები, ლამაზი ყუთები. აი ესე გავასწოროთ. და პროცესები, ესე იგი, პროცესებში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ აი ეს ნივთი, ეს 100% შალი, აი ეს. აქ მხოლოდ ინსტრუმენტებია, მეტი დაწყებული არაფერი არ არის, აქ დარღვეული ძაფია, კარდიგანი დავარღვიე დროფსის ძაფით. შემდეგი პროცესი, რაც მაქვს, არის ყაიზნაღით, აი ეს პროცესი, აი ამ ფერი ძაფით. და აქეთ მაქვს ორი პროცესი კიდევ. ეს არის აი აქ. მოკლედ აი ეს ნაწნავებიანი, რომელიც სულ რო არაფერი უბრალოდ ავიღებ და დავამთავრებ, რადგან მინდა რომ მინუს იყოს. და აი აქ. აი ეს. ეს არის ქაშმირ 16 ფაინის ძაფით. ესენი აქ ჩავდოთ, ეს ლანაგროსის წინდის ძაფებია, აი ეს. ქაშმირ 16 ფაინი, ულამაზესი ფერი, რომელიც პატარა მაქვს და მაგით, ანუ ეხლა უკვე პატარა მაქვს და მაგიტო არ ვამთავრებ. მოკლედ, ესე სუფთად გამოიყურე, ამ მანეკენს ჩავაცვი. იქიდან გამომდინარე, რომ ოთახის კარი, როდესაც იღებოდა ხოლმე და კუთხეში იდგა თეთრი და ოთახში რო სიბნელეა და აი აქ რო გაივლინა, აქეთ რო ჩანს ეს თეთრი მანეკენი, ანუ პერიოდულობით რიგრიგობით გვეშინოდა ხოლმე მე და მეუღლეს, იმიტომ რომ ძალიან ისეთ ემოციებს ბადებს, აი თუ გაქვთ ცოტა ისეთი ძველ სტილში გადაღებული ჰორორ ფილმები ნანახი, სადაც ჰორორის თემაში ბავშვები არიან გამოყვანილები, ანუ აი ერთ-ერთში იყო. მოკლედ, ესე გემრიელად ყავით და ეს ტკბილეულით, მოკლედ, ვატარებ საღამოს, ვქსოვ,
ვუყურებ რაღაც მარტივ სერიალებს, რაც არ საჭიროებს ძალიან გონების დატვირთვას, ან ვუსმენ აუდიო წიგნებს. და ესე უკვე სულ სხვა სიტუაცია არის აქ და უფრო მეტად იგრძნობა ჰაერი. ასე რომ ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა. რაც იყო ჩემი მიზანი. ერთადერთი ის ფაქტი, რომ აი ეს ღია სივრცეა და ამ ყველაფრის შეცვლა მსურს, ისევ ძალაშია. ახლა გავაგრძელებ ქსოვას და ვნახოთ რა გამომივა. დღეს 18 მაისია და დასვენების დღე მაქვს, ორშაბათია. მთელი დღე სახლის საქმეები როგორც იქნა გავიყვანე ბოლოში, მაგრამ ბოლომდე არა, ეხლა სამზარეულოში საქმიანობ, რაღაცებს მომზადებ და პარალელურად ამოვქექე ჩემი ძველი პროექტი, რომელიც ნარჩენი ძაფებით იქსოვება. და სახელოსნო ოთახის ლაგების დროს აღმოვაჩინე კიდევ საკმაოდ ბევრი ძაფი, რომელიც გამოდგება ამ ნივთის მოსაქსოვად. სიგანეში უკვე აი ამ ხელაა, ანუ აი ეს არის სიგანე და ეს არის სიგრძე. სიგრძე მთლიანად არ ეტევა. აი ესეთია და აქეთაც აი ესე. ყოველ ჯერზე ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც პატარა დეტალები მოვქსოვო, ანუ პატარა დეტალებში გულისხმობ აი ესეთი პატარა გორგალები. თუმცა იმდენად ბევრი თვალია, რომ ესე მარტივად არ იქსოვებ, პლუს ამას ნარჩენი ძაფებიც მინდა რომ სისქის კუთხით ერთმანეთს დაემთხვეს. და თან ყველაფერთან ერთად ფერთა კომბინაციაც იყოს ლამაზი, შესაბამისად აქ არ ვიყენებ, აი წითელი არის ყველაზე მუქი ფერი, რაც მაქვს გამოყენებული და აღმოვაჩინე, რომ ცოტა წითელი კიდე მაქვს ნარჩენი. დანარჩენი არის ძალიან ისეთი ნაზი ფერები, ლურჯი არის ჯინსის ფერი, აი აქ მაქვს კიდე ნარჩენი, მოკლედ გადარჩევის მერე გაირკვა, რომ ეს კალათა მთლიანად შეივსო, ისევ სავსეა და ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი ზომი, ანუ კიდე დიდი შემიძლია გავხადო მოკლედ ეს პლედი. ისეთი შეძნება მაქვს, რომ ქართული სიტყვები თითქოს დამავიწყდა და საერთოდ ამ ჩემი სამსახურის გადამკიდე, რაც ძალიან არ მომწონს. ხშირად მაქვს ხოლმე მომენტი, რომ სიტყვებს ვერ ვიხსენებ ქართულ ენაზე და ძალიან მარტივად მახსენდება რუსულად ან ინგლისურად ეს სიტყვები. ხო და მინდა რომ ეს გამოვასწორო და ერთადერთი ვარიანტი, როგორც შემიძლია ეს პრობლემა მოვაგვარო, მეთოდი და არის ქართულ ენაზე კითხვა. ქართულ ენაზე საკმაოდ ბლომად მაქვს წიგნები და ეხლა მთავარია დრო ვიპოვოთ ფიზიკურად კითხვისთვის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდი, რამდენიმე წელია აქტიურად ვარ გადართული აუდიო წიგნებზე და ვუსმენ აუდიო წიგნებს, თუ იცით რაიმე კარგი პლატფორმა, სადაც კარგი გახმოვანებული ქართული წიგნები, ანუ ხარისხიანად გახმოვანებული ქართულ ენაზე წიგნები შემიძლია მოვისმინო, აუცილებლად დამიკომენტარეთ, თორე ხანდახან მგონია, რომ ქართულად ლაპარაკის საერთოდ დამავიწყდა, წინადადებებს რაღაც უცნაურად ვალაგებ. კიდევ კარგი რომ ეს ოჯახის წევრებთან ვლაპარაკობ მაინც ქართულად, თორე უკვე აღარ ვიცი. მოკლედ ძალიან ცუდია ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც ძირითადი ენის პარალელურად ანალოგიურ დონეზე არის საჭირო უცხო ენები, იმიტომ რომ გაკვეთილებს ვატარებ როგორც ქართულად, ასევე რუსულად, ასევე ინგლისურად და ხანდახან მაქვს ხოლმე მომენტი, რომ დღეში მაქვს 3 გაკვეთილი სხვადასხვა ენაზე, რაც საკმაოდ რთულს ხდის ჩემს ლინგვისტურ შესაძლებლობებს. მაგალითად სამსახურში ყველაზე ხშირად ვიყენებ ქართულსა და რუსულს და სახლში უკვე მყავს მოსწავლეები ინგლისურენოვანი გაკვეთილებით.
და მოკლედ ძალიან მირთულდება, მოკლედ ენასთან დაკავშირებით მაქვს რაღაც პატარა პრობლემები. ცოტა ვიწუწუნე, პარალელურად ვქსოვ ორ წვერში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სისქე არის ძალიან თხელი, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ვიცი რომელი ძაფის შესაფერის სისქე მაქვს აღებული, მაგრამ მაქვს ძაფები, რომლებსაც ერთ წვერში გამოვიყენებ, იქიდან გამომდინარე, რომ ესენი შედარებით მსხვილია, მაგრამ არის ძაფები, რომლებიც აუცილებლად უნდა ორ წვერში იქნეს გამოყენებული, რომ რაღაცა საერთო სისქე მივიღოთ. მიუხედავად ამისა, ტაქტილურად შეხებისას მომენტებში არის ეს გრადაცია სისქეში, არის თხელი ნაკსოვი შედარებით და არის უფრო მსხვილი, მაგრამ იმ ფუნქციისთვის, რაც ამ ნივთს უნდა ქონდეს, როდესაც დავასრულებ, ანუ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის ეს და ამიტომ საერთოდ არ ვუფიქრდები ამ მომენტს. პლუს ამას ძაფები იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი რაოდენობა გავყიდე აი ამ ბამბის და შესაბამისად ნარჩენებში არის შანსი, რომ ამდენი აღარ მქონდეს, ანუ ესეთივე რაოდენობა არ მქონდეს. შესაბამისად ხვდები, რომ ის ზომა, რაც მაქვს ჩაფიქრებული და ჩაფიქრებული მქონდა დაახლოებით 2 მეტრამდე, არ გამოვა ბევრად უფრო წვრილი, ანუ სიგანე რაც აქვს, მეტრანახევარი აქვს სიგანე, მაგასაც კი ვერ ავითვისებ. და უფრო ფარდაგის ვიზუალზე იქნება, ვიდრე სრულფასოვანი ხალიჩის, თუმცა სურო 80 სანტიმეტრი გამომივიდეს სიგანე, ჩემთვის ეგეც ძალიან კარგი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი, აქ 40 არის უკვე მე მგონი. შეიძლება ცოტა მეტიც. და შეიძლება არა მეტი არ იქნება, 40-ზე მეტი არ იქნება, даже შეიძლება 30-სა და 40 შორის იყოს ერთი წამით. ხო, 30-32 იქნება. რომ აი აქედან აქამდე სიგრძე მაქვს 22. ხო და შესაბამისად აქ არის დაახლოებით 30-32 სანტიმეტრი სიგანე. ეს მონაკვეთი. მოკლედ, დღეს მთელი დღე მოვუნდი სახლის საქმეების კეთებას, ანუ ბოლო პერიოდი მაინც ფიზიკურად არ ვაქტიურობდი და ახლა უკვე დავიწყე აქტიურობა. პლუს ამას კარგი ამინდები გამოვიდა, თუმცა ეხლა ისეთი ქარია, რომ საერთოდ არ ეტყობა, რომ კარგი ამინდები გამოვიდა და ქვეყნის რაღაცაების გარიცხვა მოვასწარი და როგორ მიყვარს ეს პერიოდი, რომ გაფენდა შრება იმ დღესვე და დილით გაფენილი საღამოს უკვე მშრალია, მაგრამ ის პერიოდი კიდევ უფრო მეტად მიყვარს, დღეში რამდენჯერმე რო ვასწრებ გაფენას და მშრალი რო შემოგა ყოველ ჯერზე, ანუ 3 საათში რო გიშრება ყველაფერი. პლუს ამას რაღაც პროდუქტები შევიძინე და ეს პროდუქტები იყო დასაბინავებელი, რაღაც სალათები და რაღაცები გავამზადე ისეთი, რომელიც შეინახება რამდენიმე დღე, რომ ყოველ დღე არისო მზადების პროცესში. პლუს Pinterest-ზე ძალიან კარგი რეცეპტები ვნახე სხვადასხვა სალათების და ვინახავდი პერიოდულობით. დღეს რამდენიმე იქიდან უკვე გამოვიყენე. ეხლა ღუმელშია ჭარხალი, რომელიც ფოლგაში გახვეული ცხვება, იმიტომ რომ არ ვხარშავ ჭარხალს. ზოგადად, როდესაც ჭარხალს ვიყენებ წინასწარ ესე ფოლგით ვაცხობ ღუმელში, იქიდან გამომდინარე, რომ უფრო გემრიელია და თავისი ეს გემო უფრო უნარჩუნდება, ვიდრე წყალში მოხარშულს და მერე ვიწყებ, ანუ მის გახეხვა, დაჭრა, თუ რაც მჭირდება. და ხშირ შემთხვევაში სტაფილოსაც ეგრე ვაკეთებ ხოლმე, როდესაც ვენიგრეტს ვამზადებ. ეხლა ვენიგრეტის გაკეთების სურვილი დიდად არ მაქვს, მაგრამ მინდა ჭარხლის ხალივით გავაკეთო, ნივრით და არაჟნით და ქინძი. ხო და
ველოდები რომ ეგეც გავაკეთო პლუს ამას პიროგი, ღვეზელი, არა ღვეზელი არ არის, პიროგია. მარწყვის ნამცხვარი მინდა გავაკეთო. მაგრამ აღმოვაჩინე რომ კვერცხი არა მაქვს ხო და მივწერე. და თუს წამოიღებს, მანამდე მაქვს დრო დავისვენო და არაფერი არ ვაკეთო, ხო და დავჯექი და ვქსოვ. განტვირთვაც არის ეჭირო, მთელი დღე საქმე არ შეიძლება. იქიდან გამომდინარე რომ გარეთ ქარია, საშინლად არ მინდა გარეთ გასვლა. პლუს ამას ქარიან ამინდში ყოველთვის მტკივა თავი. და დავლია უკვე გამაყუჩებელი, იმიტომ რომ გაუსაძლისია. და ველოდები როდის იმოქმედებს, მანამდე ესეთი წაშლილი მაქვს სახე. წინა ვიდეოში ასევე ვთქვი, რომ თუ ინტერესი იქნება თქო ნარკოზიდან გამოსვლის გამოცდილებას გაგიზიარებ თქო, ეს იყო ჩემი პირველი ნარკოზი და უშუალოდ გაღვიძების მომენტში გამეღვიძა ოპერაციის შემდეგი ტკივილებით და დავიწყე ტირილი და რუსულად ლაპარაკი, რის გამოც მედდა ვინც მივლიდა მეჩხუბა საკმაოდ ისეთი უხეში ფორმით, რომ რუსულად რატო ვლაპარაკობ, რატო ტირი პალატაში მარტო კი არა ვარ და ეხლა გამოვფხიზლდე სწრაფად და ამ ყველაფერს დააყოლა ესეთი ხელის მიკვრა, რომ ეხლა გამოვფხიზლდი. და ამ დროს კიდე მე ზოგადად ფაქტი რომ ფხიზლად ვარ ეგ თვითონ მიკვირდა, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ პალატაში დაიძინე, ისა საოპერაციოში გაითიშე და პალატაში იღვიძებ და გგონია რომ იმ მომენტში ახელ ისევ თვალს რა მომენტშიც დახურე და ამ დროს უკვე 3 საათია გასული, თან იქიდან გამომდინარე რომ მე ვარ ალერგიული, პალატაში გადამიყვანეს თუ არა, ეგრევე გამაღვიძეს რომ თუ ალერგიული რეაქცია მექნება ამის შესახებ, ანუ დროულად გაეგოთ. ამ წამლებზე მაქვს სერიოზული ალერგია, ხო და მაგიტო პალატაში გადამიყვანეს თუ არა, ეგრევე გამაღვიძეს, მაგრამ სადაც რო გავხედე, მივხვდი რომ 3 საათი იყო, 3 საათზე ცოტა მეტი იყო გასული, იმიტომ რომ 10-ზე შევედი, სანამ გადასხმები გამიკეთეს და სანამ საოპერაციო შევედი, მიუახლოვდა საათი 12-ს და თვალები რო გავახილე უკვე ოპერაციის შემდეგ იყო 15 საათი და რაღაც წუთები, იმიტომ რომ კედლის საათი იყო უკვე პალატაში. პალატაში არა, ოპერაციის მერე სადაც გადაყავ ხარ რეანიმაციაში. და მერე პალატაში უკვე საათი აღარ იყო, მაგრამ პალატაში უკვე ტელეფონი ავიღე და იქაც ანუ უკვე პალატაში რო გადაგვიყვანე, სადაც პირადი ნივთების გამოყენების შესაძლებლობა გქონდა, კიდე 2 საათი იყო გასული. ხო და ანუ აი ეს მაგით მივხვდი რომ რეალურად 3 საათი ვიყავი ნარკოზის ქვეშ. ხო და მერე უკვე მე იმავე საღამოს თავი ანუ შედარებით ენერგიულად და კარგად ვიგრძენი, მაგრამ მეორე დღეს არ მიფიქრია ის რომ სამსახურში არ უნდა წავსულიყავი, იმიტომ რომ რავი მე წინა საღამოს თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ თურმე ჯობდა რომ სახლში დავრჩენილიყავი, იმიტომ რომ არ ვიცი რა იყო, ალერგია იყო თუ რა იყო, ფოტოს ჩავთავ, სახე მთლიანად ამიხურდა და ანუ ექიმს რო გავუგზავნე ეს ფოტო, მითხრა რომ ერიუსი უნდა დამელია. ერიუსი ნიქსარი რაც მექნებოდა, ანუ სახლში ნიქსი არ ვსვავ ხოლმე, მაგრამ სამსახურში გქონდა ერიუსი. ხო და უცებ 2 ტაბლეტი ერიუსი დავლიე და მალევე სიწითლემ გადამიარა. მაგრამ აი შინაგანი სიმხურვალე მქონდა, სახე მთლიანად მეწბოდა, აი შინგნიდან მეწოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, აი წიწაკას რო წაგისმევენ და მთელი სახე, აი დასუსხულივით რო გაქვს მთელი სახე და ახურებული. აი ეგეთი მდგომარეობა მქონდა, სისუსტე თავში ბურუსი, ანუ აი პლუს ამას შენელებული კუჭის მოქმედება, რის გამოც ანუ გაფრთხილებული ვიყავი და რის გამოც დიეტა მქონდა დანიშნული და ძალიან ბევრი პროდუქტი არ მეჭმეოდა, მაგრამ რაც მეჭმეოდა, ისიც დიდად არ ჩერდებოდა.
მერე უკვე ძალიან მქონდა გამძაფრებული წყურვილის შეგრძნება და დღის განმავლობაში ანუ 3 ლიტრა წყალს ვსვავდი თითქმის, მაგრამ ეგ თურმე პირიქით ძალიან კარგია. მე უბრალოდ ვერ ვსვავ გაზიან სასმელებს, აი ნაბეღლავი, ლიკანი და ეგეთი რაღაცები, ანუ ვერ ვსვავ, არ მიყვარს ეს ცოტა ჩემთვის სოდის გემო აქვს. და ძალითაც ვერ ვაძალებ თავს, რომ ეგეთი რაღაცები დავლიო. ამიტომ ჩვეულებრივი ონკანის წყალს ვსვავდი ან ბოთლის წყალს ყველანაირი დანამატების გარეშე და დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრს ვსვავდი, რამაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო ნარკოზის მდგომარეობის აი გაფანტვას, რომ აი ეს ბურუსი გონებიდან, ორგანიზმიდან სისუსტე და ასე შემდეგ რომ მოშორდა. მერე უკვე 5 დღიანი დიეტის და იმის შემდეგ, წამლების შემდეგ დავიწყე ნელა-ნელა რაციონში ჩვეული პროდუქტების დამატება და დღეს არის უკვე მე-12 დღე. არა, მე-14, ანუ 2 კვირა ვიყავი ესე ვთქვათ შეზღუდვებში. გაფრთხილებული ვიყავი 12 დღეზე, მაგრამ 2 კვირა გამომივიდა. და ფიზიკური აქტივობა თუ არ ჩავთვლით აი უბორკას რაც წამოვიწყე და რაც არ უნდა მექნა. სხვა ისეთი არ მქონია, ანუ 2 დღის წინ ბოულინგის სათამაშოდ რო ვიყავით უკვე რეალურად მე-12 დღე იყო და ძალიან ისე ოდნავ მქაჩავდა მუცლის ქვედა ნაწილი, მაგრამ მე მალევე გამიქრა. ესეთი იყო, ესე რომ ვთქვათ, უკვე დამშვიდებულ გონებაზე რომ გაგიზიაროთ ემოციების გარეშე, იმიტომ რომ წინა ვიდეოში რომ ელაპარაკა მაგ ყველაფერზე ძალიან აგრესიული და ემოციური ვიყავი, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც უშუალოდ იმედდამ იკადრა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს მარტო ნარკოზიდან გამოსვლის მომენტი არ იყო, ანუ ნარკოზში შესვლამდეც რამდენიმე ფაქტი იყო, რამაც ძალიან გამაღიზიანა და ვერ ხვდები საერთოდ რატო არ აქვთ ჯერ ეს ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ქალური სოლიდარობა, მერე მეორე, თუნდაც ანუ ეთიკის ნორმებს რატო არ იცავენ და რატო აძლევენ საკუთარ თავს ამდენი რაღაცის უფლებას, თუნდაც ესე ლაპარაკის მოქცევის და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც მაქსიმალურად უსუსურო მდგომარეობაში იმყოფები და არა გაქვს თავი რომ რაღაცა ზოგიერთ საკადრისი პასუხი გასცე, როგორც მივხვდი, უბრალოდ ზოგიერთის ბუნება იმდენად უცნაურად და ცუდად არის მოწყობილი, რომ ამ ყველაფრით სარგებლობენ შენი უმწეობით, რომ შენს ხარჯზე თავიანთი ეგო დაიკმაყოფილონ და ერთ-ერთი ვიყავი მე, ვის ხარჯზეც ეს ქალბატონი თავის ეგოს ikmaყოფილებდა. იმიტომ რომ მანამდეც მოხდა რაღაც ფაქტები, სანამ საოპერაციოში შევიდოდი, რაც იმ მდგომარეობაში რო არ ყოფილიყავი, რა მდგომარეობაშიც ვიყავი და რაიმე სხვა სიტუაციაში ეკადრებინა ეგეთი რაღაცაები, აუცილებლად მიიღებდა ჩემგან პასუხს. მაგრამ ეხლა უკვე აღარც მინდა ამის გახსენება, იმიტომ რომ არ მიყვარს ჩაციკვლვა რაღაც ნეგატიურზე. მირჩევნია ვიფიქრო ყოველთვის პოზიტიურზე, რასაც თქვენც გირჩევთ. ახლა თავს ვგრძნობ ძალიან კარგად. პლუს ამას ენდოკრინოლოგის დანიშნული წამლები, ანუ ვიტამინებით აქტიურად ვივსებ დანაკლის და მალე მიწევს ანალიზის ჩაბარება, რომ გავიგო კიდევ მჭირდება თუ არა დამატებით რაიმეს დალევა. ანალიზები გავიკეთე ლამის თვენახევრის წინ. ენდოკრინოლოგის მიმართვით მქონდა დანაკლისი ყველაფერში B ვიტამინი, D ვიტამინი, ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ცინკი, ცილა, საერთო ცილის მაჩვენებელი ორგანიზმში, რკინა, ფერიტინი, ანუ ეს გემოგლობინი, კიდე მქონდა დანაკლისი ფოლიუმის მჟავის და ფტორის. ანუ აი რაც კი შეიძლებოდა რომ დეფიციტში მქონოდა ყველაფერი ავკრიბე და საკმაოდ ისეთი აქტიურად ვსვავ ვიტამინებს და ვსვავ მედიკამენტებს, რომლებიც ჭამის შემდეგ მეხმარება, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღო საჭმელისგან და ორგანიზმმა შეიწოვოს ყველა ის ნივთიერება, რაც იმ საჭმელში იყო, რის გამოც ამ ყველაფერს ვაკეთებ და ვჭამ.
ხო და ვუჩივოდი უენერგიობას, დღესდღეობით ეს ჩივილები აღარ მაქვს, საკმაოდ ენერგიულად და კარგად ვგრძნობ თავს. ეს 2 კვირა რაც ოპერაციის მერე ვიყავი, კი სუსტად ვიყავი, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ დღესდღეობით, როდესაც ოპერაციის შემდეგი პერიოდიც ასე თუ ისე ჩამთავრდა და ვიტამინების მას ვაგრძელებ, საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს და აქტიურად და მახსენდება შარშანდელი ჩემი გამოცდილება, როდესაც მივედი იგივე ჩივილებით ოჯახის ექიმთან, მან გადამამისამართა ნევროლოგთან და ნევროლოგმა დამისვა დიაგნოზი დეპრესია. რაც ჩემ შემთხვევაში იყო არასწორი დიაგნოზი და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ყავს გვერდით ისეთი ადამიანები, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ დონეზე, რომ მითხრეს, რომ არ დალიო ეგ წამლებიო, არ გჭირდებაო, მართლა მოვუსმინე და არ დავლიე და არც ერთი ანტიდეპრესანტი არ მიმიღია, რაც მქონდა დანიშნული, იმიტომ რომ ვუჩიოდი ამ უენერგიობას, შესაბამისად მოტივაციის ვარდნას, უხასიათობას, იმიტომ რომ როგორი ხასიათი შეიძლება გქონდეს, როდესაც არაფრის ენერგია არ აქვს და დიაგნოზი რაც იქნა ჩემს მიერ, ანუ ნევროლოგის მიერ დანიშნული, რომ ისა მაქვს დეპრესია მაქვს, რეალურად აღმოჩნდა, რომ მაქვს უბრალოდ დეფიციტი ვიტამინური. ეხლა სანამ დაიწვა რასაც ვაკეთებ, წავედი მივხედო. როგორც ნახეთ, ბევრი ნაწყვეტი არ მქონდა ამის შესახებ თავიდანვე ვთქვი, მაგრამ ახლა მინდა გაგიზიაროთ ყველა ის პროგრესი, რაც მაქვს უშუალოდ ქსოვის კუთხით, თუმცა დასრულებული ნივთი სამწუხაროდ არ მაქვს ხელთ, ამის ნაწყვეტებს გადავიღებ და მონტაჟის წინ აუცილებლად ჭრილს ჩავრთავ რა დავამცრულე. დავიწყებ დასრულებული ნივთით, წინა ვიდეოში მე თქვენ გაგიზიარეთ რაფიას დაფით დაწყებული ყვავილების ჩანთის საწყისი ეტაპი, მოკლედ რაღაცა ან ალერგია მაქვს, მოკლედ რომ ვთქვათ, ან მიკრული მაქვს სახეზე ყველაფერი. რაფიას დაფით დაწყებული ყვავილებიანი ჩანთა, რომელიც არის გამეორება წინა წელს მოქსოვილი ჩემი მოდელის და ეს მოდელი დავამთავრე, გამოვიდა ესი ზომა, იქიდან გამომდინარე, რომ წინა წელს მოქსოვილ ზომაში მქონდა უფრო მეტი ყვავილი ძირზე გაკეთებული, ამ შემთხვევაში ერთით ნაკლები გავაკეთე და ერთით ნაკლებმა წრეზე ორით ნაკლები ყვავილის ჩატევა გამოიწვია და დამთავრდა ანუ გამოვიდა პატარა ზომა, მაგრამ ეს პატარა ზომა ჩაეტია ზუსტად ორ ბაბინა რაფიაში, რაც რა თქმა უნდა არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ შარშანდელი ვერსია მაგალითად 3 ბაბინა რაფიას მოიცავდა, ეს არის 105 ლარი თუ 105 ლარი და წლევანდელი ვერსია, მინი ვერსია არის 70 ლარი და 26 თეთრი, ანუ რაფიას ფასკულის ხომ ცალი ღირს 35 და 13 თეთრი. ეს მოდელი ამ ეტაპზე იმყოფება მაღაზიაში, ტრისკელე პეკინზე 36 ნომერში, მაგრამ მე ნაწყვეტებს გაგიზიარებთ აუცილებლად, როგორ გამოიყურება დასრულებული. შემდეგი ნივთი, რაცაც ვიმუშავე, ეს არის ასევე არ არის დასრულებული ნივთი, მაგრამ არის ის, რაზეც ვსაუბრობდი წინა ვიდეოში. წინა ვიდეოში გაგიზიარეთ, რომ მაქვს ახალი ძაფი, ახალი
დიდი ხნის წინ დავიწყებული ძაფი ესე უფრო სწორი იქნებოდა. ეს არის მაგიტომ არ უნდა გააკეთო დიდი პაუზები ვიდეოსა და ვიდეოს შორის ენა მებმება. მოკლედ, ძაფი არის ლანა გროსა ნატურალ ალპაკა ფაინი, სადაც გვაქვს 100% ნატურალ ლამა ფაინი. ლამას ბეწვი 160 მეტრი 50 გრამზე და ახლა უცებ გაგიზიარებთ. აქვე მიდევს ყველაფერი დაბლა, იქიდან გამომდინარე რომ მოვიმარჯვე, მაგრამ არ მოვიმარჯვე საკიდი, რომ ეს ყველაფერი ლამაზად გაჩვენოთ, თუმცა ჯობია ეხლა გაგიზიაროთ ასეთ მდგომარეობაში და მე უკვე ლამაზად გარეცხილი, გამშრალი, უკვე საკიდზე ან საკუთარ თავზე ჩაცმული, შეიძლება რაღაცა ჩემ თავზე ჩაცმულიც გაჩვენოთ. მოკლედ, როგორც იქნა, მივედით იმ ეტაპამდე, რომ ვქსოვ მკლავს ამ ჟაკეტისთვის. ეს ჟაკეტი არის შარშან დაწყებული ნივთი, რომელზეც მაკლდებოდა ზუსტად ერთი გორგალი, აი ესეთი ძაფი, ულამაზესი ფერია და დიდხანს ველოდე, როდის ჩამოგვივიდოდა მაღაზიაში ისევ მარაგში, მივიღეთ, ერთი ცალი გამოვისყიდე, ერთი ცალი მეყოფა ამ ჟაკეტის დასამთავრებლად და გამოვა რომ 600 გრამი დაიხარჯა ჟაკეტზე. ნელა-ნელა ვავიწროვებ, ანუ უზორს ვიმეორებ ზუსტად ისე როგორც არის კარდიგანის ძირითად ნაწილზე მოქსოვილი და ვიმეორებ თანმიმდევრობასაც, ვიმეორებ რიგების რაოდენობასაც. ზუსტად ამიტომ დავარღვიე წინა ვერსია მკლავის, რადგან არ მყოფნიდა ყავისფერი ძაფი, ვიფიქრე რომ თეთრი რიგების რაოდენობას გავზრდიდი და ამით დავაკომპენსირებდი, თუმცა რადგან მოკლედ. ახლა უკვე მაქვს საკმარისი რაოდენობა ძაფის, გადავწყვიტე დამერღვია და წინა ვიდეოში გაგიზიარეთ უკვე დარღვეული და დავიწყე იმ კომბინაციით, რა კომბინაციაც არის ძირითად ტანზე გამოყენებული, მონაცვლეობა უზორის და რიგების რაოდენობა ზუსტად იდენტური, ერთადერთი განსხვავებით რომ აქ ვაკეთებ მოკლებებსაც, რადგან დავავიწროვო მანჟეტი, თვითონ კარდიგანი არ გულისხმობს ეს კონკრეტული მოდელი იმას, რომ მკლავი უნდა იყოს განიერი, ან რაღაცა პირიქით გაფართოებული, ან იგივე სისქის სიგანის, თუმცა მანჟეტით მოჭერილი. შესაბამისად, გადავწყვიტე რომ უბრალოდ გავაკეთო დავიწროებები, დავიწროებისთვის გამოვიყენე აი ესეთი ხრიკი, ორი უკუღმა თვალი მიყვება მთელს მკლავს და ამის ირგვლივ თეთრ რიგში, ანუ თეთრი ფერის სექციებში ვაკეთებ ერთ რიგ მოკლებას, ორი თვალი ერთად ორივე მხრიდან. ეს მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან არ დავავიწროვო მკლავი და ამასთანავე სილუეტი შევქმნა უფრო ხელზე მომდგარი ფორმის. როგორც კი ჩავალ მანჟეტამდე, მანჟეტი იქნება ზუსტად იგივენაირად, აი ესეთი ყავისფერი ძაფით შესრულებული, რომ მთლიანობაში შეიკრას ამ კარდიგანის დიზაინი, რომ მქონდეს მანჟეტი, რეზინა და საყელო პლუს ღილების მისაკერებელი სივრცე ერთ ფერში და მექნება ესეთი ლამაზი კოფტა რეალურად და არა კარდიგანი, იქიდან გამომდინარე რომ ვაპირებ ვატარო ბრეტელებიან მაიკაზე ან კაბაზე შეკრულ მდგომარეობაში. ვფიქრობ რომ იქნება პირველ რიგში ძალიან თბილი, იმიტომ რომ აქ არის შეგახსენებთ რომ 100% ლამაზ ბეწვი არის ყავისფერი ძაფი, ხოლო თეთრი არის 50 მერინოსი და 50 ალპაკა. 100% შალი, უთბილესი. ჯერ მოვქსოვ ერთ მკლავს და მერე დავიწყებ მეორეს მოქსოვას. სხვა ყველაფერი, რაც ეხება ამ კარდიგანს, დასრულებულია, თუმცა ძალიან მაფიქრებს პლანკის თემა. ვფიქრობ, რომ პლანკის აი ამ ნაწილს, სადაც არის რეზინი, თავიდან მოვქსოვ, რომ არ იყოს მოჭიმული, ან ჯერ გავრეცხავ, დავბლოკავ და მერე მივიღებ მსგავს გადაწყვეტილებას, რომ თავიდან მოვქსოვო თუ არა. მოკლედ, ეს კარდიგანი არის აი ესეთ ეტაპზე, რომ უახლოვდება დასასრულს პირველი მკლავი და ალბათ დამრჩა ერთი გამეორება, ანუ აი ესეთი გამეორება კიდევ ერთი
აი აქ სრულად და მერე მანჟეტი. რატომღაც ესე მგონია, რადგან ჯერ ერთი არ მაქვს გრძელი მკლავები, პლუს ამას ეს თვითონ ნივთი არის გადასული მხარით, რაც მიმცირებს მკლავის სიგრძეს და ნახო ორთქლში გატარებული კიდე კარგად სწორდება. სანამ მანჟეტის ქსოვას დავიწყებ, რა თქმა უნდა, აი ამ ნაწილს გავატარებ ორთქლში, რომ ვნახო როგორ იშლება. პლუს ამას თუ გავითვალისწინებთ, რომ აქ უზორი მაქვს გამოყენებული, ესე იგი წინდური ქსოვა ენაცვლება პლატოჩნაე ვიასკა, სადაც ყველა რიგი არის წაღმა, რადგან წრეზე ვქსოვ, ესე იგი არის ერთი რიგი წაღმა, მეორე რიგი უკუღმა და აჟურული უზორი, აი ეს ფრაგმენტი და ეს საბოლოო ჯამში, ანუ ცოტათი იშლება სიგრძეში ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-3 სანტიმეტრს ესეც დამიმატებს, 2 სანტიმეტრს და რომ არ გამოვიდეს ის, რომ ძალიან გრძელი მკლავია და პლუს ნაკეცია მანჟეტთან, აი ეს იმიტომ რომ ჩამოგრძელდა მკლავი, ამიტომ წინასწარ აუცილებლად ორთქლში გავატარებ და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას, რა სიგრძე უნდა იყოს და მანჟეტი როდიდან უნდა დავიწყო. შემდეგი ნივთი, რაზეც მინდა რომ გესაუბროთ, ეს არის გაზალის ძაფით შესრულებული, ჯერ პროცესშია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დასრულებული ნივთი გითხარით, რომ ერთი მაქვს თქო. ეს არის გაზალის მერლინ მირინო, სადაც გვაქვს 50-50-ზე ალპაკა და ესა მირინოსი ავსტრალიური და პოლიამიდი, ბოდიშით 40-60-ზე. და მეტრაჟი გვაქვს 50 გრამზე 88 მეტრი. გამოიყურება ესე, ძალიან გავს ლანა გროსა ბასტას ვიზუალურად. ეს ტრენდი როგორც კი შემოვიდა ესეთი ბუსუსებიანი ძაფის, ანუ ძალიან ბევრმა ფაბრიკამ აიტაცა და თავიანთ ასორტიმენტში დაამატეს მსგავსი ძაფები. აქ გვაქვს შემდეგი ნიუანსი, ეს მთლიანად იქსოვება ცალ-ცალკე ეს ნივთი. მაქვს დაწყებული ზემოდან ქვემოთ ოღონდ, როგორც უკვე ვთქვი, ცალ-ცალკე დეტალებად, ანუ მარკერებით არის დამაგრებული მხრის წერტილები და ჯერ არ მაქვს გაკერილი. ცალკე მაქვს მოქსოვილი წინა ნაწილი, ცალკე მაქვს უკანა ნაწილი. ეს არის მრგვალი საყელო. ეხლა შეიძლება დიდად არ ჩანს, მაგრამ ეს არის მრგვალი საყელო, პლანკა უკვე ზედვეა მოქსოვილი და დარჩენილია რეალურად მოსაქსაობი მკლავები, საყელო და რეზინი. მაქვს 3 ცალი გაზალის ეს მერლინ მირინო, 3 ცალი. აქ არის გამოყენებული 4. ამიტომ მაქვს იმედი, რომ 3 ცალი იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მოვქსოვო 2 მკლავი, საყელო და რეზინა. ესით ხელი არაფერმა არ უნდა შემიშალოს. ვფიქრობ, რომ თითო-თითო გორგალი წავა მთლიანად მკლავებზე და ერთი გორგალი დამრჩება იმისთვის, რომ მოვქსოვო რეზინი და მოვქსოვო საყელო. პირველ რიგში გავაკეთებ საყელოს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია და მერე უკვე ვიფიქრებ, როგორი ფორმით შეიძლება დავამთავრო ქვედა ნაწილი. შეიძლება რეზინა არც გავაკეთო დიდი, ან რეზინა საერთოდ არ გავაკეთო და გავაკეთო მაგალითად პლატოჩნაე ვიასკა 2-3 რიგი და გადავხურო თვლები. ვიხამძღვანელებ იმის მიხედვით, რა დონეზე მეყოფა ძაფი. მაგრამ პრიორიტეტში მექნება საყელო და მკლავები. როგორც კი ამას მოვქსოვ და დავასრულებ, იმის მიხედვით, რაც დარჩება, უკვე გადავწყვეტ, როგორ ვიქცევი დამატებით. შემდეგი ნივთი, ხო, ყველაზე მთავარი, რაც ყოველთვის მავიწყდება ხოლმე, რომ ავღნიშნო. ესე იგი, წინა კარდიგანი იქსოვება 3 და 75 ნომერ ჩხირზე, ხოლო ეს იქსოვება 6 მმ ჩხირზე. 6 მმ ჩემთვის არ არის ის ჩხირი, რომელსაც აქტიურად და ხშირად ვიყენებ ხოლმე, თუმცა პერიოდულობით ჩნდება ჩემს პროცესებში მსგავსი ნომერი ჩხირები. ვერ ვიტყვი, რომ სიამოვნებას ვიღებ ამ ზომის ინსტრუმენტით, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს წვრილი და პაწაწუნა ჩხირებით ქსოვა და წვრილი ძაფით, თუმცა წვრილი ძაფი და წვრილი ჩხირები არ გვაძლევს აი ესეთ რბილ და ფაფუკ ნივთს და ამავდროულად არ გვაძლევს ესეთ სწრაფ შედეგს, რაც ხანდახან გვინდა ხოლმე რომ გქონდეს და არ ვიყოთ მუდმივად რაღაცა გაჭედილები სამთვიან პროცესებში და 3 თვის განმავლობაში ერთ ნივთს რო ვქცევთ. ძალიან შეიძლება ახლა სწრაფად ვყვები ყველაფერს, მაგრამ მინდა რომ გაგიზიაროთ აბსოლუტურად ყველა ნივთი, რაზეც მუშაობ. შემდეგი ამოვიღებ ახლა და ამას ჩავუშვებ აქ. მოკლედ
1 წამით. შემდეგი ნივთი არის თქვენთვის ნაცნობი კარდიგანი, რომელიც გამოიყურება აი ასე. აქ უკვე არ ვიცი, ამჩნევთ თუ არა, მაგრამ მე მაინც ხაზს გავუსმევ. რეზინა მაქვს დამთავრებული. დავხურე რეზინა ერთ-ერთზე, მერე ნემსით გადავხურე მთლიანად და ქვემოთ, მოკლედ ძალიან კარგად, აი უკანა მხრიდან ძალიან კარგად ეტყობა, სადამდე არის ორთქლში გატარებული და საიდან სად არ არის ორთქლში გატარებული. ორთქლში გატარებული, მოკლედ ულამაზესად გამოიყურება და ყველაზე მთავარი აქ 2 დღის წინ ვიჯექი და საკმაოდ ისე აქტიურად ვმუშაობდი ამ კარდიგანზე და მივიღე ესეთი შედეგი, რომ მაქვს მოქსოვილი პლანკა, რომელიც შევასრულე 3 მმ ჩხირით, გამოიყურება აი ასე. ეს არის ორფენიანი პლანკა, რომელიც მერე ექსოვება ძირითად ნივთს და 3 მმ ჩხირით ამოვიყვანე თვლები ვერტიკალურად და მოვქსოვე ეს პლანკა. აქ არა მაქვს ღილების ნახრეტი, იქიდან გამომდინარე, რომ პირველი მხარე მოვქსოვე ნახრეტების გარეშე, რომ გავიგო სად და რამდენი და რა ზომის ღილი მინდა რომ გავუკეთო და მეორე მხარეს უკვე მოვქსოვ ნახრეტებით ამ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით. თუმცა მე მგონი შემეჟალა და მარჯვენა მხარეს გავაკეთე ნახრეტების გარეშე პლანკა და მეორე მხარეს, ანუ მარცხენა მხარეს მომიწევს ახლა ღილებიანი ნაწილის გაკეთება. არ ვიცი ეს რამდენად პრობლემაა, მაგრამ გადაკეთებას არ ვაპირებ. იმიტომ რომ უზომოდ მომწონს ნამუშევარი და არ მინდა კიდევ ერთხელ დროის დაკარგვა ამ პლანკის ქსოვაში, მაშინ როდესაც ამ დონეზე მივუახლოვდი ნივთის დასასრულს. ძაფი გამოვთვალე ისე, რომ მთლიანობაში შევკრავ ნივთს, მოვქსოვ საყელოს, მოვქსოვ პლანკას, ქვედანაწილი უკვე დამთავრებულია, სიგრძე ზუსტად ის არის, რაც მინდოდა, სიგანე ის არის, რაც მინდოდა, ანუ დარჩენილი მაქვს საყელო და მეორე მხარე პლანკის და მრჩება საკმაოდ ისეთი კარგი რაოდენობა ძაფების, აი ასე. ეს არის მოკლედ ერთი სრული მკლავი, რაც მქონდა მოქსოვილი დანარღვევი, ეს არის საყელოს ნაწილი მონარღვევი, ეს მეორე მკლავიდან დამრჩა და ბაბინაზე ჯერ ხელუხლებელი რაოდენობა. ვფიქრობ, რომ ეს რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს, რომ მოვქსოვო თუნდაც მოკლე მკლავი ორივე ხელზე, მაგრამ კიდევ ერთი მომენტია, რომ ვფიქრობ ყველაფერს რომ მოვრჩები, ავწონო ჯამში რა რაოდენობა ძაფი მაქვს, გავყო ზუსტად 2 ნაწილად და პარალელურ რეჟიმში ვქსოვო ორივე მკლავი, რომ ვნახო რამდენია შანსი, რომ მეყოს სრული სიგრძის მოქსოვაში. პლუს ამას ამ შემთხვევაში მკლავზე მექნება მოკლებები, რაც ხარჯს შემიმცირებს და დამიკომპენსირებს, იმიტომ რომ მაგალითად წინა ვერსია მკლავი, სადაც აი ამდენი დამჭირდა ერთ მკლავზე, იყო მოქსოვილი, მოკლედ სიგანე არ დამივიწროვებია, პლუს ამას აი აქედან დავიწყე ქსოვა და ამ შემთხვევაში უკვე, აი ხა მინდა გაგიზიაროთ. რა და როგორ ხდება? მოკლედ, აქ, როდესაც ესე ვიცმევ, ანუ მკლავი რეალურად აი ამ ეტაპამდე მაქვს უკვე მოქსოვილი, ანუ იდაყვის შემდეგ სივრცის ნახევარი უკვე მოქსოვილი მაქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის რაოდენობა ძაფი, რაც მაქვს ამ ეტაპზე, უნდა იყოს საკმარისი ორივე მკლავის სრულფასოვანი ზომის მოსაქსოვად და მოკლედ იმედები მაქვს, მთლად ისეც არა ვარ. თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ დრო დავუთმო და მივიყვანო ეს ნივთი ბოლომდე. ახლა დაპაუზებულია აი ასეთ ეტაპზე და აქ თვლები გამომიწვივდა. 1 წამით. აი ეს. მოკლედ. კონსტრუქცია თვითონ უზომოდ მომწონს. ფერი ასევე ძალიან მომწონს.
ნაკსოვით ზეკმაყოფილი ვარ, ანუ ერთადერთი მინუსი ამ კარდიგანის ახლაც და წინაზე ზუსტად ის იყო, რომ ძაფი შეიძლება არ მეყოს, თუმცა ახლა უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ დავარღვევ არავითარ შემთხვევაში, სულ რო ძაფი გამომივიდეს, ანუ მეყოს იქამდე რომ გავაკეთო 3/4 მკლავი, გავაკეთებ 3/4 მკლავს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევ, რადგან ძალიან კმაყოფილი ვარ, მოკლედ უზორით, ნაკსოვით და ძაფიც მე მგონი ვეღარ გადაიტანს ამდენ დარღვევა და თავიდან მოქსოვას, ასე რომ როგორიც იქნება, ისე დავასრულებ ამ ნივთის ქსოვას. პლუს ამას სანამ ამ ნივთზე ვმუშაობ, გამიშთა ძალიან ბევრი იდეა, რომ მოვქსოვო ესეთივე წვრილი ძაფით. შეიძლება საზაფხულო, შეიძლება ზამთრის, პოლო, ანუ საყელოთი, ოღონდ რეალურად პოლო მაქვს უკვე მოქსოვილი და თან ძალიან ლამაზი. და გამეორებას წინ არაფერი არ უდგას. მოკლედ, იდეებს რა ვუყო. ესეთია ჩემი ამ ნივთის განვითარება და ახლა გადავდებ იმისთვის, რომ გაგიზიაროთ შემდეგი. ხოლო შემდეგი არის ისევ და ისევ რაფიას ძაფით დაწყებული ნამუშევარი, რომელიც იდეაც მომივიდა მას შემდეგ, რაც პინტერესტზე წავაწყდი მსგავსი დიზაინის პანამას და უზომოდ მომინდა გამემეორებინა. ახლა გაჩვენებთ, რაზე ვმუშაობ. მოკლედ, იმ პანამასთვის, რაზეც ახლა ვმუშაობ, შევარჩიე რაფია ისპი კრაფტი 187A, რომელიც არის აი ესეთი ლამაზი ფერი და შავი, რომელიც არის 126A. მოკლედ, აი ეს ორი ძაფის კომბინაცია და დავიწყე მუშაობა, მოკლედ, გამოიყურება აი ასე. ჯერჯერობით არის პროცესში. უზომოდ მომწონს, მაგრამ უკვე რამდენჯერმე დავარღვიე. და ვარღვევ ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ მავიწყდება, რომ ნამატების რიგზე ვარ და მაქვს ნამატები გასაკეთებელი და ანუ ამ მომენტს ვახტები და ვაგრძელებ ქსოვას. რაფია და ზოგადად მსგავსი მასალა ჩემთვის არ არის ის, რითიც ყოველდღე ვარ დაკავებული, თუმცა პერიოდულობით მაქვს ხოლმე სურვილი ამ ძაფთან მუშაობის და ეხლა გამოიყურება ეს ქუდი აი ასე, დარჩენილი მაქვს დაახლოებით აი ამდენი კიდე მუსაქსოვი, რომ გამოვიდეს სრულფასოვანი ზომის პანამა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ეს არ იქნება ჩემთვის, იმიტომ რომ პატარა მაქვს და მაგრამ მეპატრონე ესე რომ ვთქვა და მფლობელი უკვე ყავს, გული არ მწყდება, პირიქით ძალიან მიხარია, რომ არის ადამიანი, ვისაც მოეწონა იდეა და სიამოვნებით ატარებს, ჩემთვის კიდევ მოვუხსოვ სხვას, არ არის პრობლემა. მოკლედ გამოიყურება აი ასე. ვფიქრობ, რომ იდეა, რომელიც ავიღე შთაგონებისთვის, იქ იყო ძალიან ისეთი მაღალი კონტრასტის ფერები, შავთან ერთად იყო გამოყენებული საკმაოდ ღია ფერის ძაფი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში რაღაცა ესეთი ლამაზი კრაფტის ფერი ავარჩიე, თუმცა ის კომბინაციაც ძალიან ლამაზია და შეიძლება ისიც გავიმეორო. პრინტს რაც შეეხება, მთლიანად არის ესე რომ ვთქვათ, იმპროვიზაცია, რა მომენტშიც როგორ მომეწონა, ისე მოვქსოვე და ესე ბაგრძელებ მთელ პროცესს. ასე რომ ესე გამოიყურება ჩემი ნამუშევარი. ვქსოვ ჰამანაკას ყაიზნაღის 4 მმ ზომის ინსტრუმენტით და უზომოდ მომწონს. ასე რომ ესეთი იყო ყველაფერი, რისი გაზიარებაც მინდოდა თქვენთვის. რაზეც მუშაობდი მთელი ეს პერიოდი და საერთოდ რაც ხდებოდა ამ პერიოდში ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქსოვით ცხოვრებაში. გამიზიარეთ თქვენ რაზე მუშაობთ ახლა, როგორც იქნა გადახვედით თუ არა საზაფხულო ნივთებზე თუ ამინდებიდან გამომდინარე ჯერ კიდე ესეთი გარდამავალი სეზონის ნივთებს ქსოვთ და ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. იმედი მაქვს, არ გპირდებით არაფერს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 10 დღეში ერთხელ მაინც მოვახერხებ ვიდეოების გამოქვეყნებას. სამწუხაროდ აღარ მაქვს ფიზიკური შესაძლებლობა იმისი, რომ კვირაში ერთხელ ვიდეოები გამოვაქვეყნო. იმედია, როდესმე დავუბრუნდები ამ გრაფიკსაც, თუმცა ახლა
ის ფაქტი, რომ თვეში ერთხელ გამოდის ვიდეო უკვე მიხარია, მაგრამ მიზნად მაქვს, რომ 10 დღეში ერთხელ მაინც გამოვიდეს ვლოგი. სხვა ვიდეოებს კი სიამოვნებით მოვისმენდი თქვენგან რაიმე რჩევებს, რის ნახვას ისურვებდით ჩემს არხზე. ახლა კი მართლა დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას, თავისუფალ დროს საყვარელი საქმიანობისთვის, ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. ნახვამდის, რაც მთავარია, გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ ეს მომავალი ვიდეო. კარგად.